წარსულ ჩავარდეს ეს რა. აქ რას აკეთებ? საიდან იცი, როგორ გაიგე, ეს რა არის? იცი რა, მეგონა ოზანე ამჯერად მაინც მეხდებოდა, მაგრამ შევცდი. ჩემი ძმა მეამედია. როცა საქმე სამსახურს ეხება, ტვენი კარგად უმუშავეს, მაგრამ გრძნობებში ვერაფერს ხვდება. მამას გამო ვერ ვისწავლეთ ეს ყველაფერი. დაამთავრე? დამიჯერე შენი სიტყვები საერთოდ არ მაინტერესებს. არ დამემთავრებია ეს რა. ადამიანმა, რომელსაც სერიოზულად არ აღიქვა, იცის, რომ ლონდონში ჩინარებ ჩამოვიდა და უკვე ორსულად იყავი. არა იმაზე აღარ ვლაპარაკობ, ბავშვი როგორ გავს ოზანს. იცი მე რა ვიფიქრე? რას ეზამს ოზანი, როცა გაიგებს, რომ შვილს უმალავდი? არ არის დარდო. შენს პატარა საიდუმლოს მე შევინახავ, თუ სანაცვლოდ შენს რაღაცაში დამეხმარები. რას ბოდა? რა საიდუმლო? არანაირი საიდუმლო არ მაქვს. და არ ჩენს დახმარებას ვაპირებ, გასაგებია? ეს რა, ახლა ვაჭრობის დრომი არ მაქვს, 24 საათს გაძლა. ან იმ საბუთებს მომცემ, რაც მჯერდება, ან ოზანს ყველაფერს ვეტყვი. უარყოფ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაინც გეშინია. ასე რომ დიდხანს მომალოდინებ. ეს როგორ მოხდა? საიდან გაიგო? შეფ მეიღო თქვენი წინადადება. მიიღებს. არ დაუშვებს, რომ მისი საიდუმლო ოზანმა გაიგოს. ესეც ასე. ლიანდაგი უკვე მზად არის. მატარებელი დავსვათ და გავუშვათ. თუ მზად ხართ, დავიწყოთ ბატონო ატლას. აი ასე. ჩვენი მატარებელი გზას დაადგა. მოგეწონა? კი, მამიკო, ძალიან. ძალიან? ანდახან მეც ვითამაშებ ხოლმე. არა, არ შეიძლება. არა, მოდი ჩემთან. სიცხე არ გაქვს, მგონი აღარაფერი გაწუხებს, არა მამიკო? კარგია, რომ ექიმთან იყავი. ხომ არ შეგეშინდა? არა, საერთოდ არ შემშინებია, დედაც იყო, პარტნიორიც. ვინ პარტნიორი? ოზანი. ოზანის თქვენთან ერთად იყო ექიმთან შვილო. გასაგებია. ბატონო ჩინა, საუზმე მზად არის, ატლას უნდა ვაჭამო. მიდი ატლას გაიქეცი. მოდი. ბაბუა, ჩაი მოგიტანე. დიდი მადლობა. ერთი ღოზელი შეიძლება? ახლავე. ნახე, მამიკო რა გავს. უპასუხე. ისმენ ოზან. ბატონო არიფ. ჩაღლა სად არის? ელასად წაიყვანეთ. აქ არიან. ჩემთან ჩამოვიდნენ აგარაკზე. აგარაკზე ხართ არა? ბრავო, ესე იგი თქვენს ხელს უწყობთ ჩაღლას ხომასეა. მოიცადე, ვერაფერი გავიგე რას ამბობ. ოზან ვერ გავიგე რა ხდება. ბატონო არიფ. ჩაღლა არ მაძლევს უფლებას ელა ვნახო და თქვენ ამაში ხმარებით. ჩაღლას არაფერი უთქვამს, მეგონა უბრალოდ ჩემს სანახავად ჩამოვიდნენ, არაფერი ვიცოდი. შეიძლება ელას დაველაპარაკო. რა თქმა უნდა, ელა. მამიკო რა გავს? მამა. რას აკეთებ, მამა? რა გინდა ოზან? ჩაღლა, შვილს ვერ წამართვა. გინდა ჩემს ადვოკატთან ერთად გავიდე. რაც გინდა ის გააკეთე. მე ყველაფერი ვთქვი, რაც მინდოდა. დროებით. რას აკეთებ, ჩაღლა? ვცდილობ ქორწინება შევინარჩუნო, მამა. ოზანს განქორწინება უნდა. და ასე იცევ შენს ქორწინებას. ბავშვს არ აჩვენებ და ქალაქიდან გაგყავს. მეც მიმალავ მატყუებ, ყველას ატყუებ.
სწორი გეგონია ბავშვის მამასთან დაშორება, როცა მამა საერთოდ ახლა არ მალაპარაკო. ელას ხელი მოკიდე და სახლში წადი. ოზანს უფლება აქვს თავისი შვილი ნახოს და შენ კიდევ შეწყვეტ ეს სულელეები. რითი ვერ შეიგნე, რომ ოზანთან ყველაფერი დამთავრდა, რის იმედი გაქვს? შვილი ყავს და მის ფსიქიკაზე იფიქრე. გასაგებია? კარგი მამა, სახლში წავალ. მაგრამ რაც შეეხება ჩემს ქორწინებას, გადაწყვეტილებას მე მივიღებ. ელა ძვირფასო, სახლში მივდივართ, ჩვენ სახლში ვითამაშოთ. წავედით. Hadi kızım. ჩინარ, აქ ხარ? იცი რა მოხდა აფთიაქიდან რომ გამოვედი? ეს რა? გუშინ ოზანი თქვენთან ერთად იყო კლინიკაში. ხო, მართლა გავგიჟდები. ეს კაცი სულ თქვენს გვერდით რატომ არის ეს რა? ვცდილობ თავი ხელში ავიყონო, მაგრამ არ გამოვდის. ჩინარ, როცა დამირეკეს რომ აპლასი ცუდად გახდა ოფისში ვიყავი, ძალიან შემეშინდა, პანიკა დამეწყო და ოზანმა ექიმთან წაგვიყვანა. მეტი არაფერი. როგორი დამთხევა არა? ჩემი შვილი კარგება და ამ დროს ოზანი პოულობს. ავად ხდება და ოზანი იქ არის. არ მინდა ეს რა. არ მინდა ეს ადამიანი თქვენს გვერდით იყოს. მისმინე, ორივე შემთხვევაში ოზანს დახმარება უნდოდა. ნუ აზვიადებ. Büyütülecek bir şey yok bunda bu kadar. როგორ არ გავაზვიათ, ეს კაცი ცდილობს თქვენი თავი წამართვას, მაგრამ ამჯერად არ დამარცხდები. ეს არ მოხდება. მისმინე ეს რა, მისგან თავი შორს დაიჭირა, გესმის? ჩემი შვილი მას არ გააკარო. ჩინარ, ისეთ რაღაცებში მამტყუნებ, რასაც მე ვერ გავაკონტროლებ. ასე ნეიქცევი ეს რა. უკვე იმას ვფიქრობ, რომ გინდა ოზანს სიმართლე უთხრა, მაგრამ ამას არ დავუშვებ. კომპანიაში მივდივარ და მერე ვილაპარაკოთ. Ben şirkete gidiyorum. Sonra konuşuruz. Günaydın. დილამშვიდობის. რამდენი ხანი მეძინა გუშინ. ძალიან დავიღალე და მაშინვე გავეთიშე. დილამდე ფეხი არ გამინძრებია. ხო, გაითიშე. ძალიან კარგად გეძინა. გვერდიც არ გიცვლია. ისე კარგად გეძინა, რომ მინდა მოგილოცო. დიდი ხანია ასეთ კბილად მძინარი ადამიანი არ მინახავს. Mutlu bile oldum ya. O kadar güzel uyudum. მოიცადე ამის გამო გაბრაზებული ხარ? ჩემო ვარდო რა ვქნა. ვირდები გამოვასწორებ. Yaparız geceleri. Bilmiyorum. კარგი, ვნახოთ. Tamam iyi ben. უნდა წავიდე მაგვიანდება. კარგი. Görüşürüz. დროებით. İçmeyeceğim. აღარ მინდა ჩაი. გავსუქდი. პაპას მიხედე იელჩინ. კარგი. დილამშვიდობის ხალხო. დილამშვიდობისა. თვალს ვერ ვოჯერებ. რატო ეს ბიჭი მართლა სამსახურში მიდის? Gözlerime inanamıyorum. პირველ დღეს რომ არ გამოგაგდეს, უკვე კარგია. ნახოთ რამდენი ხანი გაძლებ. დიდი მადლობა ვხედავ, რომ ჩემი იმედი გაქვს ძვირფას ოჯახო. პირიდან თაფლი მოგვდით. Bal damlıyor sabah sabah. Aa Zümrüt anne. დედა ზომროტ დილამშვიდობის. მე წავედი დროებით. მიდი, უმაქნისო. რამდენი გინდათ ეს უკან რომ დაიბრუნოთ? რამდენი ლირა გინდათ სამნახევარს მოგცემთ? მეტი არ ღირს. როგორც ხედავ, კარგად ხარ ზომროტ. მადლობა ღმერთს, კარგად ვარ. იმედია დარწმუნდით, რომ ზუმროდ კორფალის არაფერი ემართება. ღმერთო მოთმინება მოგვიცე. სულ გაგიჟდა. ბოლო დროს ჩვეულებრივზე ცუდად იქცევა. ელიფიც გათხოვდა. რა ქნას თავისებურად განიცდის. საყვარელო მეც შემამჩნია. ცალკე იმიტომ არ უშვებს, რომ მარტო დარჩენა არ უნდა. თუ მარტო დარჩევა სხვა მსხვერპლს აირჩევს. ვის? მითხარი ვის აირჩევს ჩვენს გარდა? არა მიყავს. მართალია. იალჩინ. იქნებ ვინმე ვუპოვოთ ზუმროდს. ზუმროდს? ამ ზუმროდს? ხო, ამ ზუმროდს. ჩემო სიცოცხლე, რატომაც არა? საწყალი კაცი, მაგრამ რა ვქნათ? Aç ağzını. პირი გააღე. Evet. აი ასე. Aferin Oça. benim oğluma.
რა მალე გამოჯამრთელდა ჩემი ბიჭი. მოდი სიცხე ხომ არ გაქვს. დედა, თამაში მინდა. კარგი, მიდი ითამაშე. თავარია სიცხე არ გაქვს, გაიქეცი. ზეინო იქნება. ზეინო, კეთილი იყოს. მადლობა. სიბელა ატლასის სათამაშოდ გავიდა, შეგიძლია ყურადღება მიაქციო. გოგო, ცნობის მოყვარეობისგან გინდა მომკლა? რა ხმა გქონდა ტელეფონში? მომიყევი რა მოხდა? ზეინო, ამაიას რა უნდა მოუხერხო, არ ვიცი. ოზანის მას? ხო. დღეს ატლასის წამლის საყიდლად ვიყავი და შემხვდა. მერე? ყველაფერი იცის. რა? იცის რომ ატლასი ოზანიშვილია. გოგო, როგორ გაიგო? არ ვიცი ზეინო, მაგრამ იცის. დამემუქრა წავალ და ყველაფერს ოზანს ვეტყვი, თუ თქვენი კლიენტების მონაცემებს არ მომცემო. რა ვქნა? დამცინი, მოიცადე რა უპასუხე. რას უპასუხებდი, ყველაფერი უარყვავი. მაგრამ ეს კაცი გიჟია, შეიძლება მართლა თქვას რამე. იმედია, თქონას არ შეასრულებ, არა ეს რა? რა თქმა უნდა, რა სისულელია. უბრალოდ არ ვიცი როგორ მოვიქცე. ეს რა? ოზანმა ეს უცხო ადამიანისგან არ უნდა გაიგოს, ხომ გესმის? ვიცი. მაგრამ აი ეს რა მოუხერხო, არ ვიცი. ოზანს დაელაპარაკე ეს რა. ეს ამბავი შენგან უნდა გაიგოს. ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრა ჩემი ოჯახისგან თავის შორს დაიჭირე მეთქი. რას ბუდავ? რო სიცხე ჰქონდა და ელასპედიატრთან წავიყვანე. არ მაინტერესებს. ჩემი შვილისთვის თავად ვიპოვე საუკეთესო პედიატრს. შენ არ მჭირდები. ჩინარ ბავშვი ალბათ გახდა. შენ რაზე ფიქრობ? მე მოვაგვარებ ჩემი ოჯახის პრობლემას. უშენოდ 5 წელი ვცხოვრობდით მშვიდად. ვიცი სინამდვილეში რა გინდა, რა მინდა. ჩემი ოჯახის ართმევა. ეს არ მოხდება. ნუ გეშინია. მე არ მეშინია. ეს რომ მე ამარჩია. მე უყვარ ვარ. ჩემი ცოლია. ატლასი ჩემი შვილია. ბედნიერი ოჯახი გვაქვს. მათგან თავის შორს დაიჭირე. საბოლოოდ გაფრთხილებ. ჩემს ოჯახს არ გაეკარო. დილამშვიდობისა. მე ვარ. ისე მე ვარ. მოდი. დილამშვიდობის. მეგობრებო, გამარჯობა. მას შემდეგ რაც გავაკეთე, თქვენთან დამებრუნეს. კეთილი იყოს. ძალიან კარგი. ერთანების ადგილი თავისუფალი არ უნდა დარჩეს. რა თქმა უნდა, პანკრების ადგილზეა. დილამშვიდობის ეკრემ, კარგად გამოგდი შენი საქმე, ესეც გააკეთე, კარგი? ეკო, ეს ახალი მონაცემებია. ეს უფრო მნიშვნელოვანია. მეგობრებო, ასე როგორ შეიძლება? ძალიან მტვირთავთ. პრემია უნდა მომცეთ. სად არის ჩემი ჯილდო? შენი ჯილდო აქ არის ეკრემ. რადგან ეს კლიენტი შენ მოიყვანე, მის საქმესაც შენ უნდა მეხედო. თუ რამე დაგჭირდება დამეძახე, აქვე ვიქნები. ეს მარტივი დოსიეა და ადვილად გამკლავდები. ანუ ასეც? არა ძვირფასო, ყველა. სასწრაფო არ დაგავიწყდეს. იოლ სამუშაოს გესურვებ. აქ ყველაფერი სასწრაფოა, გადამღები ჯგუფი ხომ არ ვართ. სად გვიჩქარება? რატომ არის ყველაფერი სასწრაფო? არა. ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. მე წავედი. სამსახურიდან მივდივარ, აღარ შემიძლია. ყველა საქმე მე შემომტანეს. არა, არ მაინტერესებს. წავალ და სხვა სამსახურს ვიშოვე. არა, აქ არ გავჩერდები. მაგრამ არ ამგონია წავიდე. როგორ წავიდე? უხარხულია. არა, ასე არ შეიძლება. მოვიფიქრე. ისე მოვიქცევი, რომ თვითონ გამაგდონ. მაგარი იდეა. ვაიძულებ სამსახურიდან გამაგდონ. ეს რა დილამშვიდობის. დილამშვიდობის. ეს შენთვის არის. გამომართე. მადლობა. არაფრის, დროებით. ერენ, ოზანი კომპანიაშია? კი, კაბინეტშია. კარგი, მადლობა. დროებით.
იჩქარე. დრო იწურება ეს რა. გისმენ. ეს რა? მოგეწონა შოკოლადი. შენთვის პირადად შევარჩიე. თუ ჯერ არ მიგიღია. ჟანდაბა, სიურპრიზი გავაფუჭე. არ მინდოდა. ყოველად გაისარჯე. იმას არ გავაკეთებ, რაც გინდა. არასდროს. შენს ადგილას ასეთი რადიკალური არ ვიქნებოდი. შენ წარმოგიდგენია რა რეაქცია იქნება ოზანს, როცა სიმართლეს გაიგებს. ბავშვს აგერთმევს და ამაში ხელს ვერ შეუშლე. კარგი. მოკლედ როგორც გითხარი, დრო უკვე იწურება ეს რა და მე ლოდინი არ მიყვარს. ძმაო, ახალი წინადადება გააქვს განვიხილოთ, მაგიდაზე დატოვე და ნახავ. კარგად ხარ ძმაო? არა. ჩინარი მოვიდა. მერე? ატლასი რომ ექიმთან წავიყვანე არ მოეწონა. მართალიც არის მოსა, რას ვაკეთებ? ამ ქალს გვერდიდან არ შორდები, რომელსაც არ უნდა გავკარებოდი, რატომ? იმიტომ რომ ეს რას ერთხელ დანახვა და ყველაფერი მოვიწყდება. ყველაფერი თავიდან იწყება. ეს რა ამბობს, რომ ჩინართან ბედნიერია და ჩინარი ამბობს, რომ ეს რას უყვარს. ღმერთო, ამ დროს რა იდიოტი ვარ. ქის თავიანი ვარ და არ მესმის, რასაც მეუბნებიან. ისე ვიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს ეს ტკივილი საერთოდ არ მიგრძნია. თითქოს ყველაფერი ძველებურად არის. ერთადერთი ადგილი, სადაც თავს მშვიდად უგრძნობ, ჩემი შვილის გვერდით არის, რომელსაც არ მაჩვენებენ. ძმაო, არ ვიცი რა გითხრა. ჩაღლა ელას რატომ არ გაჩვენებს? როდემდე გააგრძელებს ასე მოქცევას? არ ვიცი. ალბათ ჯერ კიდევ აქვს ქორწინების გადარჩენის იმედი. ეს ხომ ჩაღლა, შანსხელიდან არ გაუშვებს. გისმენ ელდის? ბატონო ოზან, გამარჯობა. ქალბატონი ჩაღლა და ელა დაბრუნდნენ. მადლობა რომ მითხარი ელდის. ოღონდ ძალიან გთხოვთ, ქალბატონ ჩაღლას არ უთხრათ, რომ დაგირეკეთ. კარგი. შენ არ ინერვიულო. ასე უნდა მეთქვა, ქალბატონო ჩაღლა. კი, ოჯახი ელდის. შეგიძლია წახვიდე. ელა, სანახავად მე ვარ. რამდენიმე საათში დავბრუნდები. კარგი ძმაო, დამირეკე. რა ვქნა? ოზან, რაღაც მინდა გითხრა. არა, ახლა არა ეს რა. მუსა, ოზანს რა დაემართა? აღელვებული იყო. არა, ჩაღლა ელას არ აჩვენებს. ბავშვი ქალაქგარეთ გაიყვანა. ახლა ჩამოვიდნენ და სანახავად წავიდა. რას ამბობ, რას ნიშნავს არ აჩვენებს? აი ასე, ჩაღლა ბავშვს ეყენებს ოზანის მანიპულირებისთვის. ჩაღლასგან არ მეკვირს. კარგი. ოზანი, როდის დაბრუნდება, არ იცი? რამდენიმე საათში. რატომ მეკითხები? არაფერია, რაღაც მინდოდა მეთქვა. კარგი, მადლობა მუსა. მიდი. ხუთი, 4, 3, 2, 1. აი ასე. მეგობრებო, საქმე პროფესიონალთან გაქვთ. ისევ წავაგე. მეც მინდოდა 1406-ზე დადება. მეგობრებო, ნერვიულობთ. ბოლო თამაში ხომ არ იყო არა? სხვა დროსაც გავიმეორებთ. კარგი? რა ხდება აქ?
Არაფერი. რას აკეთებთ? Şimdi kovuldum. ახლა გამაგდებენ. Şey, უბრალოდ მეგობრებს ჩვენი აპლიკაციის ყოველდღიური მნახველების შემოწმება ვთხოვე. ხოდა ყველაფერი აზარტულ თამაშად ვაქცია. მეგონი ამისთვის სამსახურიდან გამაგდებთ. ხომ ასეა? Korkunç şeyler oldu. Kıraathaneye çevirdim burayı. Diyorum ki sen bu tatsız bilgiden sonra beni kovarsın gibi. Kovdun mu? ამიტომ გაიზარდა მნახველების რიცხვი დღეს. მეც არ გამიკვირდა რატომ? მოსაგებად ყველამ შევატყობინეთ ხალხს. Evet. ძალიან კარგი სტრატეგიაა. ბრავო ეკრენ, ასე გააგრძელე. ოღონდ აზარტზე ვითომ არაფერი გამიგია. რა თქმა უნდა. Duymadın ya. რას ნიშნავს არ გაგიგია? ხომ გაიგე? არ გამიგია. ხომ გითხარი? არა, გითხარი არაფერი გამიგია მეთქი. მინდა რომ მუშაობა გააგრძელო. Kovulamıyorum. არ გამაგდო. Hayır. Teli gegma çamişava. Tersine işlemek zorunda ki benim. მაინც მოვიფიქრებ რამეს. Oo yeni ახალ ორძალო, როგორ ხარ? Kız Elif. გოგო ელიფ, Aa. Hayırdır? მშვიდობა, evladım, bir გათხოვდი და havalı აღარც değilsin, მესალმები? bekar Yok be Zeyno. არა ზეინო. Ben de hava ბედნიერი ვარ bakmak დღევანდელი ამინდივით. Kızım sen de şu ამიდისგან an böyle გასხოვებით gümüş შენ güneşi უნდა kalmaması ანათებდე. lazım havanın. Zeyno. ზეინო, Sence ben შენი çirkin აზრით miyim? უშნო ვარ? Aa, çirkinleştim დავმახინჯდი? Kız o nereden? საიდან მოიტანე? Ya. Dün gece გუშინ Eko'ya საღამოს ეკო geldi. მოვიდა და Ben მაშინვე Eko'ya დაიძინა. oldu. Kız sen შენი de აზრით öyle- ყოველთვის რაღაცეები უნდა მოხდეს? Ya öyle არა değil ზეინო, işte მაგრამ Zeyno. ხო Biz წელის მერე evlenmeden პირველად hiç ვიყავით konuşmadık მარტო. ki. Hiç. პირველად? ხო? სულ პირველად, სულ პირველად. Olmaz. არა, ასე არ Olmaz, გამოვა, რამე olmaz, უნდა bir şey მოვიფიქროთ, yapmak რამე lazım. ცვლილებაა საჭირო. Böyle bir değişiklik. Nasıl bir არა değişiklik? ცვლილება. Böyle saçma მაგალითად bir ვარცხნილობის şey შეცვლა, ან უფრო გამომწვევად Şey ჩაცმა. böyle birazcık daha iddialı Რა სიტყვი? giyinmek falan, ha? Olur. კარგი. Tamam kız, ne? სადმე დიხარ? Alışveriş. სალონში. Sağ ol Kocni Zeyno. ზუმროტი შვილია, ადგა და წავიდა. ოზან, Kızımı görmeye. ბავშვის სანახავად მოვედი. Ela. ელა, Ela. ელა, Kızım baban შვილო geldi. მოვედი. Ela. ელა. Ela. ელა სად არის? ოზან, პირველად ხედავ ასეთ დაბნეულს. რაღაც მაინტერესებს. ნამდვილად შენ ხარ? Sana სად არის ჩემი შვილი? ილდიზმა მეგობრის დაბადების დღეზე წაიყვანა. bana bak. უკოს ვარს გადადიხარ. ეს რას Ne ნიშნავს geçiyor ჩაღლა? ya anne kızım benden uzak tutunca? ასე გინდა შენი შვილის ნახვა. მომიცი რა უნდა გააკეთო ამისთვის. შენს ადვოკატს დაურეკე და ყველაფერი შეიცვლება. ჩაღლა, თუ ამ სისულელეს გადაიფიქრებ, ბავშვს 5 წუთში მოვიყვან. საღამოს ისევ დააძინებ, დილით ერთად ისაუზმებთ. ელაც ბედნიერი იქნება და შენც დაიბრუნებ შვილს. აი ასეთი მარტივი გამოსავალი გაქვს ოზან. როგორც ხედავ, შვილი ყველაზე მეტად გიყვარს. ხოდა დაამტკიცე შენი სიყვარული. გეყოფა. ასე ნაიქცევი. ყველაზე მეტად ელა ზარალდება ჩაღლა. არა, პირიქით, ჩემი შვილისთვის ვაკეთებ ყველაფერს. ვცდილობ ოჯახი შევინარჩუნო. რომელი ოჯახი? რომელ ოჯახზე მელაპარაკები? მომისმინე? ვცდილობდი ელასთვის კარგი მამა ყოფილიყავი. ამას არ ვიმსახურებ. Bunu hak etmedim. არც მე ვიმსახურებ ასე მოქცევას ოზან. ასე მარტივად ვერ მომიშორებ. ასეთი სასტიკი როგორ ხარ? რომელი დედა იქცევა ასე? Nasıl bir anne bunu yapar ya? რაც გინდა ისე ფიქრე. თუ ასე ვერიდან ამ ომში ყოფნას, პასუხს აგებ შენი საქციელისთვის. Son söz. ეს ბოლო სიტყვა? Peki. კარგი. Ben de მაშინ ადვოკატთან ერთად დაგელაპარაკები. ოზან,
ილდის, შეგიძლიათ დაბრუნდეთ, იჩქარე, შოპინგზე უნდა წავიდეთ. მეგობარო, ბატონი რემზი გახსოვს პენსიონერი. არა, გოგო, ზუმრუტი ზედარ შეხედავს, ერთი ფეხი საფლავში აქვს ნერიმან. ჩემო სიცოცხლე. აბა იდეალური კაცის პოვნას აპირებ იმ ალქაჯისთვის? ეგეც მართალია. გოგო, მოვიფიქრე. გეფიცებით კარგი იდეა მაქვს. ბატონი მეთინი, ნამდვილი სტამბულელი, პენსიაზე გავიდა. მაღალი და სიმპათიური კაცია, ბევრი ფული აქვს. ანუ ბევრი ფული აქვს. მაღალი და სიმპათიური ყოფილა. იალჩი მგონი გამოდგება არა? ცუდი არ არის, მაგრამ რაღაცას გეკითხავ. მგონი ალქაჯი ზუმრუტი შეხვდება მას. სპეციალურად არა. შემთხვევით შეხვდებიან. გოგო, მივხვდი, ყველაფერს მივხვდი. კარგი, მე მივხედავ. ამ საქმეს მე მივხედავ, კაცს კაფეში მოვიყვან. რა ხდება? რაზე ჭორაობთ? შორიდან ჩანდა, რომ ენები გაგიცვდათ და მაშინვე წამოვედი. რაზე ლაპარაკობდით? არაფერზე, ამინს განვიხილავდით. ღმერთო დამეგვიანდა. ჯიმილე მელოდება. თმა უნდა შევღებო. უხერხულია, ვერ ვალოდინებ. შენ მითხარი რაზე ლაპარაკობდით? ჩაიდანს დავადგამ. კარგი, დავლევ. შენ მითხარი რაზე ლაპარაკობდნენ? მე უნდა გავიცემ. რაღაც საქმეები მაქვს. დავიჯერე. სადმირბი ხარ? იდიოტი. რაზე ლაპარაკობდით? მოდი ჩაიდავლიოთ. გამოსავალი უნდა ვიპოვო. რამდენიმე დღეა შვილი არ მენახავს. ამის უფლება არ აქვს. რამე გზა არ არსებობს? რა თქმა უნდა არსებობს. ჯერ დამშვიდდი გთხოვ. აუცილებლად მიიღებ ბავშვის ნახვის უფლებას, მაგრამ შეცდომა არ უნდა დაუშვა. Yalnız bu süreçte daha fazla hata yapmaman lazım. შეცდომა? რა შეცდომა? O ödül წვეულებაზე იმ კაცს რომ დაარტყე, დიდი შეცდომა იყო შენი მხრიდან. შეიძლება შენ წინააღმდეგ გამოიყენონ სასამართლოზე. ძალიან გთხოვ. ყურადღებით უნდა იყო, რადგან საქმე ელას ეხება. dikkatli ol. გასაგებია. სვას მაინც ვერაფერს გავაკეთებ. თუ რაც შეიძლება მალე მიიღენებართა. არ მინდა ჩემმა შვილმა ინერვიულოს. Elimden ყველაფერს geleni გავაკეთებ, yapacağım. რაც შემიძლია, არ ინერვიულო. ახლა უნდა წავიდე დროებით. Görüşürüz. კარგი, მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. რა ხდება ძმა ურაკენი? ნახელა. ვერ ვნახე. რატომ? ისევ დამემალა ჩაღლამ ბავშვი. ლეილას ამ თემაზე ველაპარაკებოდი. ღმერთო. ცოტა ხანი სულთა ჰერზე უნდა გავიდა. თორემ აქ ვიგუდები. კარგი ძმაო. ნახე, დედიკო მრალამაზე სათამაშო გიყიდა. შენ კი სულ მამას გაიძახე. ნახე, რა კარგ დროს ვატარებთ ერთად არა? შემომხედე. ნუ ხარ მოწყენილი. კარგი, დედიკო. მერტ, გაგიჟდი? აქ რა საკეთებ? ჩაღლა, დედა ჩემი გახდა ავად. რამდენიმე დღეს შეუკანუბრუნდები. მერტ, ამაზე არ შევთანხმებულ ვართ. გამარჯობა. რა ქვია? შეიძლება ერთმანეთი გავიცნოთ. მე ელა მქვია. შენ? ო, მერტი ვარ. ძალიან მიხარია შენი გაცნობა ელა. ადაკი. მომისმინე მერტ. შენი ნივთები ჩაალაგე აქედან წადი და აღარასდროს დაბრუნდე, გასაგებია? ჩაღლა გეყოფა. დამშვიდედი. რამდენი წელი გავიდა. წამოდი სადმე დავსხდეთ. ცოტა ხანი მაინც. რას ნიშნავს სადმე დავსხდეთ? არ მინდა შენი დანახვა. დაიკარგე აქედან და აღარასდროს დაბრუნდე. წავედი ჩვილო. არა, უნდა წავიდე და ოზანს დაველაპარაკო. ოზან. სიმართლე გითხრა, ახლა ვაპირებდი შენთან შემოსვლას. რაღაც მნიშვნელოვან თემაზე უნდა დაგელაპარაკო. ახლა არა. ოზან, საქმე ატლასს ეხება. ვიცი, რისი თქმაც გინდა. დილით ჩენარი მოვიდა ჩემთან. მითხრა რომ თქვენგან თავი შორს უნდა დავიჭირო.
არ მოწონს ატლასთან ვარ ახლოს. არა ოზან, Ben öyle ამის თმას არ ვაპირებდი. რაღაცა მართალია, სწორად საუბრობს. პირველად ვეთანხმები რაღაცაში. ჯერ გავბრაზდი, მაგრამ მე მივხვდი, რომ მართალია ეს რა. რა მინდა შენს გვერდით. მითხარი აბა, რატომ ვარ ყოველთვის თქვენს გვერდით? როცა ჩამოხვედი, ჩემი პირობა სულ დამავიწყდა. ის ტკივილი დამავიწყდა, რაც შენს გამო გადავიტანე. 3 დღე გავბრაზდი და მაშინ გადამიარა, როცა დაგინახე. ოზან, თქო მომისმინე. იცი ყველაზე მეტად რა მაინტერესებს. ერთად ხომ ეყავით. ერთად დაგეგმეთ ყველაფერი, რომ გაფრინდი იცოდი, რომ გამოყვებოდა. Ozan sen ne diyorsun? ოზან, რას ბოდავ? Sen bana ასეთ böyle bir şey კითხვას anlatıyorsun. რატომ მისვამ? Sen bana ხვდები beni მაინც niye რას მეკითხები? Benim orada წარმოდგენაც არ გაქვს ლონდონში რა გადავიტანე. რა გადაიტანე ეს რა? რა გადაიტანე? მე გეტყვი რაც მოხდა. მე მიმატოვე და მაშინაც შინართან გაიქეცი და ქორწინდით და შვილი გეყოლათ აი რა მოხდა. აი ახლა დგახარ და მეუბნები რომ ბევრი რამ გადაიტანე. შენ რა გადაიტანე? ხო, შენ ბედნიერად ამზადებდი ბავშვის ოთახს ჩაღლასთან ერთად. მხოლოდ ის მესმოდა რომ ბედნიერი ქორწინება გქონდა და ახლა მეუბნები რომ ბევრი რამ გადაიტანე. რა ქორწინება, რა ბედნიერება, ჩაღლასთან ბედნიერი არასდროს ყოფილვარ. არც ერთი წამით გესმის? ყველაფერი ეს ტყუილი იყო. საერთოდ ყველაფერი. შენი სიტყვები, შენი გამოხედვა, შენი შეხება, ეს ყველაფერი ყალბი იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, არსად არ წახვიდოდი. კარგი, კარგი. აი ასე ძალიან მოგიხდა ლამაზია. კარგი. მორჩა, აღარ მინდა. Gerçekten de çok მართლა güzel ძალიან oldu. ლამაზია, მაგრამ მგონი ეკო ვერ შეამჩნევს. Fark eder diye düşünüyorum. შეამჩნევს, 3 დღე გაგიძლებს. Ya ne bileyim აღარ ya. შემიძლია. Bugün არ geldi ვიცი ve რა düştü oyunda გავაკეთო. o kadar moralimi bozdu ki benim. გოგო მომისმინე? ცოტა ღიეთ ჩაიცვი. გაიფლირტავე. Tamam tamam. კარგი, ben de კარგი. yapsın. გზაც სუპრახთან შეიარე. მაღაზიაში? ხო. Sebep? რატომ? წამალი წამალი აქვს ეკოსთვის. თაფლი, ფისტა. ყველაფერი პოტენციისთვის. კარგი, გასაგებია. გოგო, მართლა აჭამე. კარგი, გავიგე, კარგი. ოღონდ ერთი კოვზი მეტი არ მოგივიდეს. კარგი. მხოლოდ ერთი კოვზი. კარგი, კარგი. Tamam. Benim რამდენი უნდა მოგცე? არაფერი გოგო საქორწილო საჩუქრად მიიღე. მართლა? ხო. მადლობა. არაფრის. წავედი დროებით. და ლევინის წამალი, კარგი. ოღონდ ერთი კოვზი. დრო იწურება. ტიკ ტაკ. Zaman geçiyor. მომშივდა. ვიცი, დედიკო. ცოტა მოითმინე. ეკო მოვა და დავსყდეთ. თელი დღეა მემზადები. რატომ დაველოდოთ? თან მაინც ვერ გაიგებს და ვერაფერს შეამჩნევს. რა საჭიროა ლოდინი? არ ემსახურებს. Sad დაიკარგა? სად არის? Eko geldi. ეკო მოვიდა. გაუღე. Geldi. მოვდივარ, მოვდივარ. Geldi. Aşkım საყვარელო. hoş geldin. კეთილი იყოს. მადლობა. ჩემო ყვავილო, იცი რა ვიფიქრე? მე მგონი გენებში მაქვს იდეალურობა. თელი დღე ვცდილობ სამსახურიდან გამაგდონ, მაგრამ სულ ტყუილად პირიქით. მაქებენ და მაწინაურებენ. ვერაფერი ვერ გავიგე. ო, რაღაც უცნაური ხარ. რატომ არ მგითხე ასე, რატომ მოვიქეცი? დაივიწყე, მე როგორი ვარ? Ben? შენ? Ben de bir de ცვლილებას ვერ ამჩნევ? უცნაურად იქცევი და ვერ გავიგე. გარდა ამისა, ძალიან ლამაზი ხარ. თუმცა ყოველთვის ასე იყო. ძალიან მღელავ. önce bundan yesene. კარგი, მოდი ეს ჭამე, ძალიან გემრიელი და ტკბილია. Anlatıyor önden önden. კარგი, მაგრამ ჯერ ჭამოთ საყვარელო. ტკბილს მერე დავაყოლებ. გამარჯობა, დედიკო ზომროდ. სიძე მოვიდა. ყოველ ღამე უნდა მოხვიდე? ნუ მოდი ხარ, სადმე დარჩი? რა ვქნა? წესიერი კაცი ვარ, დედიკო. კარგი, მაშინ ასე მოვიქცეთ. ჩემ შულს დაველაპარაკები ხელფას მოგიმატებს და კომპანიაში ოთახს გამოგიყოფს. იქ დარჩი ხოლმე და დაიძინე. აქ არ მოხვიდე. ძალიან სასაცილოა. ვიცი, მაგრამ მაინც მეყვარხარ. ნუ გიყვარვარ. მიყვარხარ და რა ვქნა? Tamam. კარგი, კარგი. Afiyet შეგერგოთ. olsun. Afiyet გემრიელად მიირთვი, დედიკო. დავიწყოთ. გამოთ. Aşkım. საყვარელო. გისმენ?
Bana tuzlu შეგიძლია მარილიმ მომაწოდო. გიყვავილო. Buyurun. გამომართვე. Buyurun, buyurun, buyurun. მომგეუბნებოდი, ვერაფერს მეხდება მეთქი. Benim Rahat şeyi sıkıntı bada, anlamam ver gerekiyor. kuda bir ara. Anlamadım ben. Neyi anlamadım? რა ვერ შევნიშნე? Ne oldu? eve bak. სახლს ათვალიერებს დედა. არა. გეუბნები ღმერთმა რომ შექმნა ტვინის მაგივრად ბალახი ჩაუდო მეთქი და არ გჯერა. Ama buradayım. აქ ვარ. Vallahi buradayım. თან ძალიან ახლოს და მესმის. დედა ზუმროდ. Duyuyor musun Zümrüt anne ya? შვილო, მე რა რომ გესმის, მაინც ვერაფერს ხვდები. Tamam. Kargi tamam, dede, tamam, kargi. Tamam. Eko. ეკო, bir şey diyeceğim. რაღაც უნდა გითხრა. Dolmalardan ტოლმაჭამე. Oo. Ben aynı ჩემი yaptım. ხელით გავაკეთე. Ellerimle. Of. Bunlar hiç ძალიან გემრიელად გამოიყურება. hayat harika görünüyor. Dolmaları ტოლმა თუ farklı შენიშნა, aynen. ალბათ მეც Aynen დამინახავს. güzellikleri. Şimdi onları Gömreğliyim. çok ben hiç Ye merak etme. Eko. ჭამე ეკო. Ye, ჭამე afiyet შეგერგოს. olsun, sen ტოლმა dolma ye. ჭამე. Ondan da ye. ყველაფერი Ağzına პირში fıstık ჩაიტანე, yiyor, მიდი. hepsini. Canını alacağım. უგემრიელესია. ყვილად იწვალე. ამ უმაქნისის გამო მთელი დღე ამზადებდი. ნახე როგორ ჭამს. სუკანი. Ye, ye. მიდი ჭამე. მენექშე, გოგო, ნერიმან. იმ კაცს დაველაპარაკე. მე რავა, რა გითხრა? რავა. რას მეტყოდა? უმიცით როგორი ვარ. ისე ლამაზად ავუხსენი ყველაფერი მითხრა ხვალ პირველი საათისთვის მოვალ კაფეშიო. მოკლედ რაც გინდათ ის გააკეთეთ, მაგრამ ზუმრუტი აქ მოიყვანეთ. ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. კარგი ზუმრუტს ჩემს თავზე ვიღებ, მოვიყვან. ნეტავ ამ კაცს ზუმრუტი მოეწონება? როგორ ფიქრობთ? არ ვიცი დავახლა ყველაფერი თქვენს ხელშია. მე ჩემი საქმე გავაკეთე, წავედი ხვალამდე. იალჩენი მედია ყველაფერი გამოვა. კეთილ საქმეს ვაკეთებთ, არა? საყვარელო ამას ხვალ გავიგებთ კეთილის საქმეა თუ არა? Çok iyi. რა გერგია რა? Bak şapka. ქუდიდან ჯერ სტაფელო ამოიღო და მერე ფეხსაცმელები. çıkarıyor. Bir ütü გინდა ასეთი ჯადოსნური ჯოხი? ძალიან საზაცილოა. ო მამიკო,